ქრისტის შუბლზე გაწერია რომელიღაც არსებითი სახელი და თუ გამოიცნობ აი ამ არსებითი სახელს კითხვებით, მაშინ აი ეს ბუშკვერცხი იქნება შენი. დაიწყე, დამისვი კითხვები და მე გიპასუხებ სიმართლეს. ვიყენებთ ხშირად? არა, მაგას არ ვიყენებთ ხშირად. იჭმება? გააჩნია, რავი, შეგვიძლია შევჭამო, ჩვენებაზეა. ხილია თუ ბოსნეული? არც ერთი. ტკბილი? არც ტკბილი. ცხოველისგან კეთდება? აი მაგალითად კვერცხს დებს ან ყველი ან რაღაც ეგეთი. არა, არაფერი ეგეთი არ არის. ხელში გვიკავია ხოლმე? ზოგადად არ გვიკავია ხელში, მაგრამ შეგვიძლია რომ დავიჭიროთ. მიწაში იზრდება თუ ხეზე იზრდება? არც ერთი. და საერთოდ მე მარტო კის ან არას გიპასუხებ. სულიერია არასულიერი რა არის კაცო? ზოგადად სულიერი მარტო ადამიანია, ამიტომ სულიერი არ არის. ცხოველია? არა. ფრინველი? კი. წყერი არის? წყერი. წერი რატო გადაწყვიტე? არა. ხათამი? არა. აი შენ თუ ამას უბრალოდ ვერ მიხვდი, ამ არხიდან გაგაგდებ. კვერცხი? კვერცხი ფრინველია კი. მირცხალი? არა. აი უბრალოდ პირველივე ეგონა მოგსვლოდა თავში. ფრინველი და პირველი და მომსვლოდა. ბუ? ბუ! კი, ბუ, კრისტინე. ბუ არის. როგორ ვერ გამოიცანე? ფრინველზე პირველივე ბუ უნდა გეთქვა. ჩემ ეს არ გეკუთვნის ეს ბუშკვერცხი და მე გავხსნი, რომ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა. ნახოთ, რა ამოგუა ბუშკვერცხი. ეს ჩემია. ამოვიდა. ულამაზესი ლაბუბუ ამოვიდა. და რაც თავარია, ყველა ბუშკვერცხში ამოდის უგემრიელესი ლავლავი.